როგორ მივაჩვიოთ ბავშვი უგლუტენო კვებას? ნაწილი 2. ჩვენი გამოცდილებით ყველაზე კარგი ხერხი არის, რომ ამ პროცესში ჩართოთ მთელი ოჯახი, ოჯახის ყველა წევრი, ბებიები, ბაბუები, დეიდები, მამიდები, ბიძები და ის მეგობრები, რომლებსაც ხშირად ხვდებით. პირველ რიგში აუცილებელია, რომ მათ დეტალურად აუხსნათ ცელიაკიის არსის შესახებ, აუხსნათ, რომ არ შეიძლება ბავშვს შესთავაზონ აბსოლუტურად ყველაფერი. უნდა იცოდნენ რა არის ჯვარედინი დაბინძურება, იმისათვის, რომ ბავშვი გამოყვებონ სრულიად უსაფრთხოდ. და რაც ყველაზე მთავარია, კარგი იქნება თუ თითოეული მათგანის სახლში გექნებათ პატარა უგლუტენო მარაგი, იმისთვის, რომ თქვენმა შვილმა თავი კომფორტულად იგრძნოს და ნებისმიერი ტკბილეულის ან საჭმლის ალტერნატივა ჰქონდეს. და აუცილებელია, რომ ყველა თქვენი ახლობელი მიყვეს თქვენ სტრატეგიას და ხშირად ახსენონ სიტყვა უგლუტენო. რა თქმა უნდა, დადებით კონტექსტში. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვს არ ეგონოს, რომ ავად არის ან რაიმე სახის სერიოზული პრობლემა აქვს. უბრალოდ აუხსენით, რომ მისთვის ეს არის ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, იმისთვის, რომ იყოს უფრო ძლიერი, უფრო ჩამრთელი და უფრო ბედნიერი. და კიდევ ერთი ბონუს რჩევა. თუ სადმე მიდიხართ, სულ ერთია საათს, ზოოპარკში, სასეირნოდ, პარკში გასართობად სტუმრად, ჩანთაში ყოველთვის გქონდეთ მისთვის საყვარელი უგლუტენო ტკბილეული. აუცილებლად მიეცით იმის საშუალებაც, რომ ეს უგლუტენო ტკბილეული სხვა ბავშვებსაც გაუნაწილოს.